კახეთში ჩოგბურთის ტურნირში ლოპოტას თასი 2014-ის გამარჯვებულები გამოვლინდა. ქალთა და მამაკაცთა შორის საპატიო პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს ფულადი პრემიები გადაეცათ. ორგანიზატორების თქმით, ჩოგბურთის ტურნირის მიზანი აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების თანამშრომლობის დახალისება. კახეთში ჩოგბურთის ტურნირი საქართველოს მოყვარული ჩოგბურთელთა ფედერაციისა და სასტუმრო კომპლექს ლოპოტა რეზორტის ორგანიზებით გაიმართა. პირველ ადგილზე კომპანია სარაჯიშვილის წარმომადგენელი ქალბატონი სოფო ხერხეულიძე გავიდა, რომელმაც 3000 ლარი მოიგო. მამაკაცებს შორის პირველი ადგილი დაიკავა კომპანია Eastern Promotion-ის წარმომადგენელმა, რომელმაც 8000 ლარი მოიგო. ტურნირი აუცილებლად ყოველწლიურ სახეს მიიღებს და შემდეგი წლისთვის კიდევ უფრო მასშტაბური საპრიზო ფონდით დაველოდებით მოთამაშეებს. გავხდი ჩემპიონი, ძალიან მიხარია, არ ველოდი. ემოციური იყო ძალიან თამაში. ტურნირი იყო არაჩვეულებრივად ორგანიზებული, გარემოზე აღარ ლაპარაკობ, ფაქტობრივად სიამოვნებაა თამაში. თავი გეგონებოდა რაღაცა სერიოზული დიდი შლემის ტურნირზე ესეთი ატმოსფერას უთხოვდა, ძალიან მეგობრული.